მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობთ დღევანდელ ეთერში. მოდი დავიწყოთ იმ ერთ-ერთი საკითხით, რომელიც ვახსენე, აი წერილები ვახსენე, ხშირად ხვდებით თქვენ დაკავებულ პირებს და გაქვთ მათთან კომუნიკაცია, მათ ნაწილთან, მათ შორის პროევროპული აქციების დროს დაკავებულ პირებთან მეტწილად და გავრცელდა ვაშაძის და ცეცხლაძის წერილი კონკრეტულად ამას იქ გაკეთებულ აქცენტებსაც შევეხებით, მაგრამ აი ზვიადის წერილში რაც მომხვდა თვალში ეს იყო ვითარების სწორად შეფასების აუცილებლობა და შემდეგ აქედან გამოსავლის და სწორი გზის დასახვა. თუნდაც ახლა რა პროცესიც მიდის, ხო იგივე ბრიტანეთში, სულ უფრო მეტი კითხვა ისმება ივანიშვილთან დაკავშირებით და მთავარი არსი რა არის, რომ კონკრეტულ პირებს მოეთხოვოთ პასუხი იმ სურათზე, რაც არის ახლა ქვეყანაში, სხვადასხვა მიმართულებით და კონკრეტულად ადამიანის უფლებების მიმართულებითაც, ხომ? აი თქვენი დასკვნა რა არის, რამდენად კრიტიკული არის ახლა ვითარების სწორი შეფასება და შემდეგ უკვე გზის შესაბამისად გაგრძელება. მოგესალმებით. პრობლემის სწორად დასახვა ზოგადად პრობლემის გადაჭრის გზის ნახევარია ხოლმე და ეხლა ვითარების სწორად შეფასება კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან რომ რაღაცა დუღილის მაღალ ტემპერატურას უახლოვდებით ის რაც ხდება ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებაში და რა პროცესების მომსწრენივად რა თქმა უნდა ჩვენს სიცოცხლეზე ასხამს ხალხს და ეს სხვანაირად ფიზიკურადაც შეუძლებელია გამომდინარე იქიდან რომ ამ პლანეტის ცივილიზებული ნაწილი ქართველი ხალხის გვერდით დგას აღნიშნულ ბრძოლაში. დანარჩენს რაც შეეხება, ეს არის ბრძოლის ერთი ნაწილი, ეს არის დახმარება. ამის იქით საჭიროა, რომ ჩვენ შეგნით შევქმნათ პოლიტიკური პროცესი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი, რომელიც ექნება შინაარსი, რაც დაინტერესებს ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას და რაც დაარწმუნოს იმაში, რომ ცვლილებები არის აუცილებელი, ცვლილებები არის გარდაუვალი, ჭირდება, საჭირო და ის რისკი, რაც ცვლილებებს თან სდევს, ჩვენ უნდა ვიტვირთოთ და ამის იქით ის, რომ ამ პლანეტაზე ცივილიზებული ქვეყანა, ვინც არის ჩვენს გვერდით დადგება ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ეს მრავალჯერ დაგვიდასტურებს, როგორც სიტყვით, ისე ქმედებებით. გასაგებია, რომ ჩვენთვის ეს ქმედებები არ არის საკმარისი და გვინდა რომ ყოველთვის უფრო მეტი გააკეთონ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ თავარი გასაკეთებელი რაც არის, წინააღმდეგობა და არ დამორჩილება ჩვენი გასაკეთებელი. ეს არის დახმარება, რომელიც მომდინარეობს გარედან. არ შეიძლება რომ მაინც ჩვენ თავარი საქმე იყოს გადაქცეული ის, რომ ეხლა საერთაშორისო პარტნიორებთან რამე დახმარებობით არა, ჩვენ შიგნით უნდა შევქმნათ პროცესი და დახმარება მოვა. ეხლა რაც მოდის და რასაც ხვდებით და რასაც უსმენთ და რასაც ხედავთ, ისიც იქიდან გამომდინარე, რომ აქ არსებობენ ადამიანები, ვისაც შეიძლება დაეხმაროს, იმიტომ რომ ვინც რაღაცას აკეთებს. თუ აკაციშვილი არაფერს არ აკეთებს, მაშინ ვის რაში უნდა დაეხმარო, ხო? ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ უნდა შეიქმნას პოლიტიკური პროცესი. სხვათა შორის აი ამ მოლოდინთან დაკავშირებით რეალურად რა ტიპის ზიანს აყენებს იგივე იმ კითხვებზე პასუხების მიღება და იმ ინტერესის ბოლომდე მიყვანა, რაზეც ბრიტანელი საგარეო მინისტრი საუბრობდა კონკრეტულად ივანიშვილის ბიზნეს ინტერესს, ამაზე ჩვენ საუბარს აუცილებლად გავაგრძელებთ, ასევე იმაზე საუბარს თუ რა პროცესი მიდის ახლა ბრიტანეთში და რეალურად რა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და ასევე როგორ მოქმედებს ამ პერიოდის განმავლობაში ივანიშვილი ამ მოლოდინის გათვალისწინებით ჩვენ ოდნავ მოგვიანებით გია ხუხაშვილს დაველაპარაკებით, მაგრამ იქამდე არსებულ პოლიტიკურ პროცესზე ვისაუბროთ. ბორის მე კიდევ ერთხელ ვახსენე ზვიადის წერილი, რამდენიმე საკითხზე არის საუბარი და თქვენს მინდა რომ თქვენი ასე ვთქვათ შეფასებაც მოვისმინოთ აი ამ მიმართულებით. არა, მაქვს ეს წერილი წაკითხვა სიმართლე გითხრათ, მაგაზე რაღაც შეფასება. არა, ეს წერილი შეეხება იმას თუ რა ვითარება არის ახლა რეალურად ქვეყანაში და როგორ უყურებს ესა თუ ის კონკრეტული პირი. ხო, ამ შემთხვევაში ზვიად ცეცხლაძეზე საუბრობ არსებულ ვითარებიდან გამოსავალს. აი თქვენ რა პასუხი გაქვთ იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება აი შემდგომ პერიოდს, აი პოლიტიკურ პროცესს, რა არის ყველაზე, როგორ ფიქრობთ, აი თქვენი დასკვნით და ყველა განცხადების გაანალიზებით, რაც კეთდება, მათ შორის არსებული სურათის გათვალისწინებით აი ამ პერიოდის განმავლობაში, რა შეიძლება იყოს ეფექტური გზა. ჩვენ ვიცით, რომ არიან ბოიკოტის მომხრე პოლიტიკოსები, პოლიტიკური ჯგუფები, წინააღმდეგობის მომხრე, ასე ამავდროულად არჩევნებში მონაწილეობის მომხრე პოლიტიკური ჯგუფები და არის ასევე ცნობილი სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც მათ რაღაც სხვა გზაც, ასე ვთქვათ, სხვა გზაზეც გააკეთა აქცენტი, ხომ? აი თქვენ ამასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?
ну ზოგადად არჩევნებს რაც შეეხება, თუ არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, ვინც გვეუბნება, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ეს არის გამოსავალი, მაშინ მაინც და მაინც არჩევნების თემის ირგვლივ არ უნდა ვიტრალოთ, იმიტომ რომ როგორც ხვდებით, ეს გამაერთიანებელი არ არის. პირიქით დაამყოფი თემაა და თუ ამაზე კონსენსუსი ვერ ხდება და თუ გაერთიანება ამის იქით ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ მოდი ეს თემა გვერდით გადავდოთ და რამე სხვაზე გაერთიანდნენ ეს ადამიანები. თუ გაერთიანება ამდენად მნიშვნელოვანი არის, მაშინ გამოდის, რომ არჩევნების თემა ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ ერთიანობას ლაპარაკს თავიდანებოდა, მაშინ არ იყო ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახალს ერთობაში აღიარებენ და ცალკე ერთობა უნდა გაკეთდეს. ჩემი აზრით, თავარი პრობლემა რაც არის ამ სიტუაციაში არის ის, რომ არც ცალკე აღებული ბოიკოტი და არც ცალკე აღებული არჩევნებზე გასვლა გამოსავლად მე არ მისახება. ცალკე აღებული არც ერთი არ შეიძლება რომ გამოსავალი იყოს. ალტერნატიული პროცესი თუ არ შეიქმნა, რომელიც კიდევ ერთხელ ადამიანს დაარწმუნოს იმაში, რომ ცვლილება არის აუცილებელი, საჭირო და პლუს გარდაუვალი, მაშინ გვეხმარება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და ქმედებები, მაშინ მგონია, რომ ფიზიკურად არაფერი გამოგვია. ეხლა თქვენ როცა საუბრობთ ეფექტურ გზებზე, ძალიან ბევრი ეფექტური გზის მოყოლა შეიძლება. აქ უბრალოდ პრობლემა იმაშია, რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ მოცემულ ეტაპზე. თუ რაღაცის გაკეთება არ შეგვიძლია, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი პროცესს და უშუალოდ ერთ თვეში, ორ თვეში, ხუთ თვეში ან ერთ წელიწადში იყოს შესაძლებელი. ამ ბრძოლას ახლა ხანგრძლივი ბრძოლა გვინდა არ გვინდა უკვე 200 დღეზე მეტი ადამიანები ქუჩაში არიან და ხედავთ რომ სხვადასხვა ფრონტებიდან სამოქალაქო საზოგადოება უტევს ხელისუფლებას და ისინი უფრო მეტად კოორდინაციაში არიან ვიდრე ოპოზიცია. ახლა ადამიანი რომელიც ტელევიზორში უყურებს პოლიტიკოს რომელიც მეუბნება რომ იცი რა ჩელიაბინში გავიგუძეთ და რუსეთში ვარ და მე რაღაცაზე მარტივ რაღაცაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ და ერთმანეთს გვერდით დადგომას ვერ ახერხებენ უმარტივეს საკითხებში, ხო მე ამ ადამიანსაც უჩდება წმენა რომ რამდენად გულწრფელები არიან ისინი იმ განცხადებებში რომელსაც აკეთებენ ასე რომ მგონია რომ ადეკვატურები უნდა ვიყო ჩვენი განცხადებების შესაბამისად და მგონია რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის სიტუაციის სიმწვავე, ეხლა რაღაცა ქარიშხალი ხო არ უნდა ავტეხოთ, არსებობს ეს ქარიშხალი, უბრალოდ პროპაგანდას იმაში უნდა გადავასვათ, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს დღეს რაც ხდება. ამგვარი სიტუაცია ხო არ ყოფილა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ხა შინ ისა არასოდეს ამ ქვეყანაში კარგი სასამართლო არ ქონია, არასოდეს ამ ქვეყანაში ქართველი კაცი ხალისთ არ მიდიოდა სასამართლოში იმის იმედით, რომ ეხლა მე აქ ჩემს სიმართლეს დავამტკიცებო. ბავშვობაში ისა მგელი და კრავის ლექს რო გასწავლდნენ, მაშინ ხვდებოდით უკვე, რომ ამ ქვეყანაში ეხლა რაღაცა დიდ კაცთან პატარა კაცს სიმართლე არასოდეს არ გაზის, მაგრამ დღეს რო არის ესეთი სიტუაცია, არასოდეს არ ყოფილა, როცა პოლიტიკოსები, ლიდერები ციხეებში არიან მასიურად, როცა იჭერენ აბიტურიენტებს, სტუდენტებს, ექიმებს, მსახიობებს და თან მტკიცებულები არ აქვს. მოწვევები მიდიან სასამართლოში და ვერ ცნობენ ვერავის, ან ამბობენ, რომ ზიანი არ მიუღიათ ჟურნალისტებს, სასამართლოს დარბაზში კი არა, ეზოში არ უშვებენ, წარმოიდგინეთ და მტკიცებულების მაგივრად პროპაგანდისტული მედია ხელოვნურ ინტელექტს ნახაც აგენერირებინებს და ეუბნება, რომ აი დანაეჭირა ხელშიო და საბოლოო ჯამში ხო, რა ვიცი, ხო ვიღაცა იმით უმშვიდებს თავს, რომ 2012 წლამდე იღებდა ხმას უსამართლობაზე, მე უნდა უთხრა, რომ 2012 წლის მერეც მაშინ თუ დაჩაგრული ადამიანის დაჩაგრვა ცუდი საქციელი იყო, ეხლა ცუდი საქციელი ადამიანების დაჩაგრვა, ეხლაც უნდა ამოიღონ ხმა და ოპოზიციის მთავარი როლი ამაში რაც უნდა იყოს, რომ ეს რაც ხდება, უკვე მომხდარი მიმდინარე პროცესი სწორად უნდა მივიტანოთ ადამიანებმა, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა ეხლა ხშირად ბრაზდებიან ხოლმე, რომ აი როგორ შეიძლება ამას უყურებდი ადამიანი და ნერვები არ გეშლებოდეს და ხმას არ იღებდე და შეიძლება ის რომ ჩვენ რასაც უყურებთ, ყველა მაგას ვერ ხედავს და ზოგადად ასეც არის ხოლმე უამრავი რესურსი იხარჯება ტროლების და ბოტების ქარხანას რომ თავი დავანებოთ პროპაგანდისტულ მედიას აქვს ძალიან დიდი დაფა რომ შესაბამისად ჩვენ ახლა და რაღაცა ეფექტური უნდა დაუპირისპიროთ რომ რაღაცა კი არ მოვიფიქროთ მესიჯი კი არ დავალოთ უბრალოდ ვაჩვენოთ ადამიანებს რომ აი მეგობრებო დღეს ეს ხდება დღეს მაგალითად ახობაზის პროცესია და აი შემოვიდნენ ადამიანები და რა თქვეს რა ილაპარაკეს მოწმენ ვერავინ ვერ იცნო ექსპერტი მოვიდა და ამაზე ლაპარაკის მეტი რა იყო რომ დაიხურა მერე პროცესები ხო? რა თქმა უნდა, ესეც ხო ჩვენს დისკუსიას გავასახელეთ. მე პირადად ასე წარმოდგენა შემექნა რომ იმასზე რომ ინტენსიურად მიდიოდა საუბარი და ვიდეო მტკიცებულებად ვაჩვენებდით ეთერებში, რომ რეალურად ადამიანები ხელს ვერ ავისადებდნენ, ამბობდნენ რომ არა მე არანაირი ორგანიზებულობა არ მინახავს ამ პროცესში, ზუსტად არ შემიძლია ამა თუ იმ პირს ხელი დავადო. ამასობაში მოვიდა განაჩენების პერიოდი და მარტივი გამოსავალი გამოინახა, რომ ჩაკეტილიყო ეს პროცესი და ჩვენ ესე მოყოლით გველაპარაკა ასეთი მნიშვნელოვანი საქმე. წარმოიდგინეთ, ანუ ბრალდებულის უკვე მშავდებულის ფოტოც კი ვერ დადის, ფოტოც არ დადეს და ხელოვნურ ინტელექტს დააგენერირებინეს, ანუ
შეიძლება ამის შემხედვარად ადამიანს არ მოთხოვო მაინც და მაინც ის რომ რუსთავაზე გამოვიდეს და იყვიროს რომ ხელისუფლება შეიცვალოს, მაგრამ ადეკვატურ ადამიანს ყოველთვის უნდა მოთხოვო რომ დაინტერესდეს, კითხვები დასვას, დაეჭვდეს, გააკრიტიკოს. თუ ამას აკეთებდა 2012 წლამდე, რა შეიცვალა 2012 წლის მერე, როგორ შეიძლება ვიღაცა მარწუნებდეს იმაში, რომ აი 15 წლის წინ აინტერესებდა უსამართლობა და მერე ფეხებზე დაიკიდა. ეს ხო სისულელეა, ესე იგი წინა ხელისუფლების დროსაც ის ხალხი, რომელიც მეუბნება რომ ადრე იყო უსამართლობა და ეხა არ არისო, მაშინაც არიღებდნენ ხმას და დანარჩენს შეხება აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ამიტომ დახურეს ხდომები. არ შეიძლება ის სისაძაგლე, ის იდიოტობა, რაც სასამართლოს დარბაზებში ხდება, ადამიანებმა ნახონ, მაგრამ ამის იქეთაც ჩემდა სამწუხაროდ პროპაგანდა რაღაც ნაწილებში გვიგებს, იმიტომ რომ ალტერნატიულ რეალობას აჩვენებს ადამიანებს და როგორ შეიძლება რომ მართლა რაც ხდება იმის ჩვენებას ვერ ვახერხებდეთ. ამას შეიძლება ბევრი მქონდა იმის ჩვენებას ის ბორის დარწმუნებას იგივე მოდი აი ხო ის რომ რასაც ჩვენოვნებით ეგ არის სიმართლე ხელოვნური ინტელექტის პროცესში შედის არჩევნებში ხომ აი კიდევ უფრო მეტი ადამიანის დარწმუნებას იმაში ეს ხომ ელექტორალურ მხარდაჭერაში უნდა გამოიხატოს თუ ადამიანს დაარწმუნებ რომ აი ესეთ უბედურებას ატრიალებს სასამართლოებში და ამის ინიციატორი სწორედ ხელისუფლება მისი გავლენით სასამართლოზე, მაშინ სხვა გზა არა, ჩემთვის ეხლა არჩევნების შორე, ჩემთვის უნდა გამოიხატოს არის ის, რომ უკმაყოფილებაში უნდა გამოიხატოს. ეს ადამიანები საბოლოო ჯამში ამაში ხდება კონვერტირება, აი იმ საუბრების და დარწმუნების მექანიზმების მე მინდა რომ უკმაყოფილებაში გამოიხატოს. მე მინდა რომ ამ ქვეყანაში ადამიანები იმწმენით ანუ შეიძლება ქუჩაში არ გამოდიოდნენ, შეიძლება არ ყვიროდნენ, შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ არ მიდიოდნენ, მაგრამ ისე არ ცხოვრობდნენ, თითქოს კრიზისი არ არის, ისე არ ცხოვრობდნენ, თითქოს ამ ქვეყანაში მათი სახელით მოსამართლე ახალგაზრდებს უდანაშაულობის ციხეში არ უშვებს. ამ ცოდნით მინდა დადიოდნენ და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ქვეყანაში ამ ცოდნით მოსარულე ვერ იქნება ადამიანების უმრავლესობა, მის ხმას არ ამოიღებს. თუ ეს ასეა და თუ ყველაფერს გავიგებთ და მე მაინც გადავწყვეტ იმას რომ ხმა არ ამოიღოთ, მაშინ ჩვენ არ ყოფილვართ მართლები და სწორი ყოფილა ბიზნესმენები რომ ღირსები ვართ იმაში, რასაც ვიკეთებენ, მაგრამ მაგწმენით არა ვარ. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამას თუ ადამიანებს გავაგებინებთ, ეს შემდეგ აუცილებლად გადაითარგმნება უფრო დიდ დისკომფორტში ქართული ოცნებისთვის და ეს დისკომფორტი იქნება იმ ხელა, რომელიც შემდეგ მოიტანს გამოსავალ ჩვენთვის. ეს გამოსავალი ძალიან კარგი იქნება თუ იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება ყველასთვის თანაბარი და კარგი წესებით. ბორის, აი არგუმენტები, ხა თქვენ რაც დაასახელეთ, ეს აი რაც აღწერეთ, ეს არსებული ვითარება, ხომ? ეს თითქოს ძალიან მარტივ სურათს ქმნის ნებისმიერი მოქალაქისთვის, ხომ? აი მარტო იმაზე რომ დაფიქრდეს, რომ რას აჩვენებდნენ ტელევიზორში და დაინტერესებულ მოქალაქეს სულ რომ რომელიმე მედია საშუალება მისთვის დისკრედიტირებული იყოს, თავადაც შეუძლია მოიძიოს რეალურად რა შეაგროვა ბრალდება მტკიცებულების სახით აი პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირების წინააღმდეგ, ხომ? აი სად არის აი სუსტი რგოლი? აი კიდევ ერთხელ მინდა ამაზე გავამახვილოთ ყურადღება და რატომ ვერ ხდება? აი თქვენც თავად ხო პოლიტიკოსი ხართ, აი კიდევ რა უნდა კეთდებოდეს იმისთვის, რომ სულ უფრო მეტად სარწმუნო იყოს მოქალაქისთვის რეალურად რა დგას საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ ხშირად ბევრი პოლიტიკოსი უსვამს ხაზს იმას, რომ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიჯეროსო, რომ ესა თუ ისაკითხი მათაც შეეხება. ანუ ერთი მაგაში ისიც ცნობილია პრობლემა. ეგ პოლიტიკოსები 7 წლის წინაც და 10 წლის წინაც ამ ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ხალხო ამარჩევნებს თუ წავაგებთ, ეხა იქნება აპოკალიფსი, დედა გვეტირება, ყველას გავიგუზებთ, რუსეთში გელი-მგელიო იძახდნენ და ერთხელაც მართლა მოვიდა ეს მგელი და უკვე ეხა ძალიან რთული ადამიანებს დაარწმუნო, რომ მართლა ეს მგელი არის მოსული. ანუ სინამდვილეში ამას ვიმეორებით სულ ოპოზიციური სპექტრი, რომ აი ხა საშინელება მოხდება და მართლა როცა საშინელება ხდება, მაშინ შეიძლება ადამიანებმა უკვე აღარ დაგვიჯერონ. მართლა საშინელება რა არის თქვენი? მართლა საშინელება ის ცვლილებები საკანონმდებლო ბაზაში რაც მიმდინარეობს, გამუროთ ყველაფერი კუმულაციურად, სასამართლოზე კარგი წარმოდგენის არასოდეს არ ვიყავ, უბრალოდ ამგვარი ჩართულობა, ამხელა ჩართულობა, ამდენი ცრუ მოწმე პოლიციელი, ამდენი ცრუ მოწმე ექსპერტი, ანუ საბოლოო ჯამში ყველაფრის ერთად მიმართვა ერთ წერტილში, რომ ადამიანები სამაგალითოდ დასაჯონ, პლუს ამას საკანონმდებლო ბაზის ცვლილება ისე რომ მომავალში ამგვარი გამწვევებები საერთოდ აღარ მოხდეს. ეს ქმნის სურათს, რომელიც ძალიან გაართულებს ამ ქვეყანაში ისეთი ადამიანის ცხოვრებას, რომელსაც უყვარს ხოლმე სწორად ფიქრი და სწორად რასაც მოიფიქრეს, მაგ ფიქრის შემდეგ გადმოცემა და ლაპარაკი. ეს არის ის საშიში და ის საფრთხე, რაზეც ადამიანები ლაპარაკობდნენ თუნდაც 10 წლის წინ. კი, მაშინაც სწორად ლაპარაკობდნენ, რომ მე ეს მოხდებოდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, იმ კონკრეტულ მომენტში შეიძლება ეს არ ხდებოდა, რა თქმა უნდა, პროცესი იყო დაწყებული. დანარჩენსაც შეხება რაოდენობით გვიგებენ, ეს უამრავჯერ უთქვამთ, მათ რომ თავარი არ არის ხალისხი, თავარი არ არის იმ ტყუილის და პროპაგანდის ხალისხი, თავარი არის რაოდენობა ადამიანებს იმდენი
ტყუილების ნიაღვარი უნდა მიაწოდო, რომ შემდეგ უკვე აღარ შეეროდეთ ეს საბჭოთა მეთოდია, კგბ-ის მეთოდია, რომ ყველას რწმენა დაეკარგოს ადამიანს და არავის არ უჯეროდეს, მათ შორის არც შენ, მაგრამ შენ უფრო კარგ პოზიციაში ხარ, იმიტომ რომ უკვე ხელისუფლებაში ხარ, უკვე რაღაცა ხარ, რომლის შეცვლასაც ჭირდება რისკი და ამ რისკზე არ მიყვებიან არავის შესაბამისად, ასე იქცევა ეხლა ქართული ოცნება, რომ თან გვარწმუნებს, რომ ყველანი ცუდები არიან, მათ შორის მეც არა ვარ კარგი, მაგრამ ესენი ცუდები არიან და ცვლილება არ გიღირდა. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ყველაზე მარტივად ეს ხალხი უნდა დავარწმუნოთ, ცვლილება არის აუცილებელი. იმიტომ კი არა, რომ ეხლა რაღაცა ორი ნაწილია მანდ რომ ერთი მორალურად რომ უნდა შეგეცოდოს ეხა შენი შვილი რო იყოს და ვიღაცა დაჩაგრულ ადამიანს რო უყურებ ადრე თუ იღებდი ხმას ეხლაც უნდა მოიღო და მეორე ისეთი ხალხისთვის რომელიც ეხა მაღალ მორალზე პრეტენზიას არ აცხადებს რომ შეგეხებათ ფიზიკურად შეგეხებათ ეკონომიკურად შეგეხებათ ევროპაში ვეღარ წახვალთ და ვიცი ცოტა ფული გექნებათ და ნახავთ იმას რომ ის უამრავი ბენეფიტი რომელიც მიიღეთ ევროპასთან და ამ პლანეტის ცივილიზებულ ნაწილთან დაახლოების დროს როცა დაშორდებით რამდენად დაშორდებით გზაზე დატოვებთ ყველაფერს და რა ვიცი ამ ქვეყანაში მგონია რომ უამრავ ადამიანს ახსოვს საშინელი გაჭირვება და შემდეგ იმას თუ გადაიაზრებენ რამდენი ბენეფიტი მოგვიტანა გაცივილურებამ იქნება ძალიან კარგი. კი ბატონო და ისევ სასამართლოებზე მინდა რომ ბოლოს ამ თემით დავასრულოთ საუბარი. ბორის მე ვთქვი რომ და იცის კარგად საზოგადოებამ რომ განაჩენები არის ძალიან მოახლოებული. გუშინ ჩვენ ვესაუბრებოდით ნარგის დავითაძეს, ზვიადის დეიდას და ისიც საუბრობდა იმის შესახებ რომ უკვე აქვს გარკვეული წარმოდგენა ყველა მათგანს იმის შესახებ რომ რაიმე განსხვავებულ სამ განაჩენების თვალსაზრისით არავინ უნდა დაელოდოს. ხო დადგა ერთი განაჩენი, მეორე აი რომელიღაც კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით იყო სხვა ტიპის ქალბატონი მარიზი კობახიძის კომენტარი დამამახსოვრდა რომ ისე ექცევა განსასჯელებს რომ აი გონია რომ ის მთლად ისეთ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს რასაც ხვები მაგრამ დამთავრდა ეგ ხო გამოიტანა მაინც გადაწყვეტილება გამოიტანა ამიტომ ქალბატონი ნარგიზის ლაპარაკობდა რომ აი ჯობია რომ მალე ნახოს საზოგადოებამ ეს გადაწყვეტილებები. ბორის ამის გათვალისწინებით აი რის თქმა შეგიძლია ანუ პირველი ის რომ სასამართლო შენობაში ეხა სიმართლე არ ირკვევა მაგას ხდება ყველა ვისაც ოდნავი შეხება მაინც აქვს და ყველა ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული. მეორე წინა ხელისუფლებას რისთვისაც აკრიტიკებდნენ ქართული ოცნების ხარდამჭერები და მათი წარმომადგენლები იყო გამამტყუნებელი განაჩენის მაღალი პროცენტულობა, ხო? და როგორ შეიძლება ამათ რომ 100%-იანი გამამტყუნებელი განაჩენი, როგორ შეიძლება რომ პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვისაც ხელი დაადო, აბსოლუტურად ყველა დამნაშავე აღმოჩნდა და ერთი ადამიანი მაინც არ შეეშალათ. როგორ შეიძლება, ხო? ამაზე ხონდა დაფიქრდნენ და ამის იქით უბრალოდ განაჩენი არ ახლოვდება, არ შეიძლება რომ ხა განაჩენი მაგალითად ზეგ გვაქვს მისაღები. ეს ვადა ახლოვდება, იმიტომ რომ პატიმრობას აქვს მაქსიმუმ 9 თვიანი ვადა. 9 თვის გასვლის შემდეგ ეს ადამიანები აკვეთის ღონისძიება უნდა მოუხსნან და გარეთ უნდა იყვნენ, უკვე გარედან უნდა იარონ სასამართლოში. ეს იქნება უდიდესი დისკომფორტი ხელისუფლებისთვის, შესაბამისად აძალებს სასამართლოს რომ მალე მიიღოს განაჩენი. ხა ეს დაძალებაც ხო ჭყალებში ვამბობ ამასაც, იმიტომ რომ სასამართლოს როცა მოუნდება მიიღებენ განაჩენს. ეხა ახლოს ნიშნავენ პროცესებს იმისთვის, რომ 9 თვიანი ვადა არ დაირღვეს და რაღაცა დაცვის ხარემ არ გააჭიანუროს ხელოვნურად პროცესი მაგის საშუალებაც რომ მოусვენ. ამიტომ არიან ეხლა რომ ფაციფუცომენ და ყოველ კვირა და ყოველ მესამე დღეს რომ რაღაცა პროცესი ნიშნავენ იმისთვის რომ ამ ადამიანებს ერთი დღეს არ აჩვენონ თავისუფლებაზე და რაღაცა თავიანთი ჭალებში ძლიერი ხელისუფლების იმიჯი შეენარჩუნონ და კიდევ ერთხელ მინიმუმ შეკითხვა დავსვათ როგორ შეიძლება ვისაც ხელი დაადეს რომ ყველა იმ ყველაფერში აღმოჩნდა დამნაშავე რასაც ხელისუფლება აბრალებს როგორ შეიძლება რომ ერთი ადამიანი ერთ ბრალდებას მოსულიყო არ ეკონდებარებოდეს რაღაც კვალიფიკაცია მაინც შეუცვალო წარგიანი ბრალდების ნაწილში მაინც გამართლებაზე ხა გამართლების მოლოდინი ცოტა ალბათ შესაძლებად ის არის რა ქვია არსებული სურათის გათვალისწინებით მაგრამ და ის ამპლიტუდა უსამართლობის რაც ხდება არის ძალიან დიდი მაგალითად არის ხოლმე პროცესები ახობაზის პროცესი მიმდინარეობს მაგალითად დღეს როცა ადამიანს სათვალთვალო კამერები არ ამოაღებინეს რომ ეჩვენებენ რომ მისი დაკავება სხვანაირად მოხდა მოწმეები არ დააკითხნეს ან ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია მრავალფეროვნება ვიხილოთ იმ უსამართლობის რასაც ჩადის ქართული ოცნება სასამართლოს ხელით. შეუძლებელია ჩემი აზრით ადამიანს ქართულს ადეკვატურს მოაზროვნოს ეს აჩვენო და გითხრას რომ კი დამოუკიდებელი სასამართლო გქონდეს და კი კარგია რაც ხდება მაქსიმუმ შეიძლება უზრდელი და უსინდისო იყოს და გითხრას რომ კი უსამართლობა მაგრამ ღირსები არიან ესენი ამ უსამართლობისო რასაც სხვათა შორის ტირაჟირებას უკეთებს პროპაგანდა გარკვეულ ნაწილში. კარგი, მადლობა ბორის დაგემშვიდობები ბორის ჩელიყურუ